მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი გადაიდო, თუმცა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი ახალი გარემოებები, როგორც ირკვევა. მზია ამაღლობელი კარგად ვიცით, რომ დააკავა გრიგოლ ბესელიამ, როდესაც ის აკრავდა სტიკერს, თუმცა ახლა ირკვევა, რომ დაკავების ოქმში წერია სულ სხვა პირი, ეს არის გოჩა ვანაძე, სწორედ ამიტომ ახლა იურისტები და მზია ამაღლობელის კოლეგები პირდაპირ ამბობენ, რომ დაკავების ოქმი არის გაყალბებული, მოწმე პოლიციელიც არის ცრუ და ამბობენ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და მოწმედ დაუშვა და გამოკითხავენ გოჩა ვანაძეს, რომელიც როგორც განმარტავენ მზია ამაღლობელის მეგობრები, არ არის დამკავებელი პოლიციელი. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს ბათუმში განიხილეს ციალა ქათამიძის საქმეც და როგორც უფლებადამცველი პირველობთან საუბრისას ამბობს, გაყალბებულია ასევე მისი დამკავებელი პოლიციელიც. ირაკლი დგებუაძემ დაადო ციალა ქათამაძის ხელბორკილები და ადმინისტრაციული მუხლით დააკავა, თუმცა ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი დამკავებელი არის სულ სხვა ორი პოლიციელი. დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ 22 საქმესთან დაკავშირებით განხილვა, რამდენიმე სასამართლო პროცესი გადაიდო, რაც შეეხება მზია ამაღლობელს. მისი იურისტები ამბობენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ დღეს ჟურნალისტის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკურად დღეს მზია ამაღლობელის ჩართვა სასამართლო პროცესზე მაინც ვერ მოხერხდა. კადრებში რომელიც გადაღებულია საღამოს მზია ამაღლობელის აკავებელი ჩანს არის ამ კაპიტან ნათლად მზია ამაღლობელი არაფერს შეურაცხყოფს პოლიციას არაფერს არ ამბობს საერთოდ ის უსიტყვოდ მიხვდება გრიგოლ ბესელიას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ეს ნაწილიც გაყალბებულია ომში იმიტომ რომ ომში არ ჩანს რომ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი ჩანს რომ ის დააკავა ვანაძემ რაც ასე არ არის ეს ნაწილიც გაყალბებულია ეს ყალბი ოქმი ეს რომ ყალბი ადმინისტრაციული ამ შენობაში საოცარი ამბავი მოხდება დღეს, იმიტომ რომ ყველა საქართველოს დახარობ დაბაკავა ირაკლი დგებუაძემ და ორი ადამიანი არის წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმში დამკავებლად, რომელსაც ფიზიკურად არ ვიცნობ ამ სახელის და გვარის ადამიანს. ასევე რავი, ვამბობ, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გაყალბებულია ოქმი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ დამაკავეს ისიც არა სამართლებრივად სწორად სტიკერის დაკვისთვის ქვაფენილზე და აღმოჩნდა, რომ მედავებიან პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და სხვადასხვა შეურაცხყოფელი სიტყვების დაძახებას. ადამიანებს ცემენ სადარბაზოებში უვარდებიან, სახლებში უვარდებიან, ციხეებში, რაღაცა ამბობენ, მაგრამ პროტესტი ამ ქვეყანაში არ ჩერდება და ბუნებრივია პროტესტი გაგრძელდება და ვერანაირი არის პარტიულობით, ჯარიმებით, სხვა შეზღუდვებით ვერ შეძლებს ივანიშვილის პროტესტის ჩაშოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის საქმეების განხილვა. დღეს ყველა, ვინც კი სასამართლო პროცესზე მივიდა, ამბობენ, რომ საქმეები არის გაყალბებული, მოწმე პოლიციელები არიან ცრუ და არც ერთი ის პოლიციელი არ არის ოქმში გაფორმებული, ვინც უშუალოდ დააკავა სამოქალაქო აქტივისტები მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე.